სატელეფონო კავშირები გქონდა და თავს რაღაცნაირად ერთმანეთის მონატრებას, ერთმანეთის ვამხნევებდით ამ ტელეფონით ერთმანეთს და გვერდში უდექით და ერთმანეთის გაჭირებასაც აქედან ერთმანეთს ვაგებინებდით. ყველაზე ძალიან მაშინ გაძნობდა, როცა გორიდან რეგიონები ჩაიკეტა და მიმოსვლა აიკრძალა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დედები დავდექით. იმიტომ ვფიქრობდით ოჯახზე, შვილებზე რა იქნება, მომავალი თაობა საფრთხის წინაშე იდგა, მოხუცები. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ დაიკეტა მაღაზიების მარაგი ამოგვეწურა, იმიტომ რომ ჩვენ ხომ არ ველოდებოდით ესე დიდხანს თუ გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი. ხალის როლი ძალიან მძიმეა და მე მით უმეტეს დედის. მე იმ დედის, რომელიც აქამდე დაკავებული იყო, სამსახური ჰქონდა, გასული იყო და მეტნაკლებად რაღაცა საქმე განაწილებული ჰქონდა, დროც და საქმეც. აღმოჩნდა ისე, რომ ჩაიკეტნენ დედები სახლში და უფრო მეტი დატვირთვა ორმაგად და ისიც საფრთხე ყველაზე სანერვიულო და ის იყო ცუდი ის იყო რომ ნერვიულობდით დედები და საერთოდ ქართველი დედები ძალიან მაგარი ადამიანები ვართ შეგვიძლია რომ ოჯახი არიან ოჯახები სადაც მამები არ ყავთ უკაცო ოჯახები არიან მარტოხელა დედები არიან და მე ვიცი რომ ამ ყველაფერს თავს კარგად ართმევენ არ მოდის. არასწორად არის განაწილებული წყლის მიწოდება. თევ სოფელში. წყალი სამწუხაროდ დღე გამოშვებით გვაქვს. პანდემიის პირობებში აუცილებელია წყლის გონა. როგორც ჰაერი აუცილებელი, ისე წყალი არის აუცილებელი დიასახლისისთვის და საერთოდ ადამიანებისთვის. იმიტომ რომ ყოველწუთში გინდა დავარნა, ხო? გარეცხვა გინდა, როცა მოდის წყალი, ავიღებთ მარაგი, აგერ კონკრეტად. იდგას და ივეთე სარგებლობდით. დასურველია რომ ყოველდღურად იყოს წყალი გარკვეული საათების განმავლობაში. ჩემი აზრით საქართველოში იმდენი წყალია რომ გრაფიკი არ უნდა არსებობდეს წყალზე. ეს ალბათ ადგილობრივი მმართველობა უნდა მოაგვაროს. ტრანსპორტი იყო, არც მაღაზია, აპტიაკი და არც მაღაზია. რომ რამე დაგჭირდებოდა, დასურიყავი და გიყიდეთ არ იყო ამის შესაძლებლობა. ლეილა გორში მივდივარ და დამაბარებ რამეს ამლესა ამლეზა ამლესა ეს რა წნევის წამალია წნევის მარეგულირებელი ეხლა პროდუქტი მე სამ საათზე დაბრუნდები და მე თვითონ შემოგაწვდი აბა დროებით ჩაკეტილები ვიყავით. ფაქტიურად ერთ-ერთი იმ პერიოდში იყო ჩიხი, რომელმაც ძალიან სერიოზული კვალი დატოვა ადამიანების და განსაკუთრებით ხალების ცხოვრებაში. მამაკაცები მაინც რაღაცნაირად ახერხებდნენ სახლიდან გასვლას და ერთმანეთის ნახვას დაუშვათ, ვიჟაზე ხდებოდნენ ერთმანეთს შორი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ მაინც გადიოდნენ, მაგრამ ხალები მაქსიმალურად იყვნენ სახლში გამძლავრი და ჩაკეტილები, იმიტომ რომ მთელი სიმძიმე ხალებს დააწყო ამ პერიოდში. თელმა აი კოვიდ ინფექციის საშინელებამ ხალების მხრებზე და ზურგზე გადაიარა და ეს რა თქმა უნდა მათ მდგომარეობაზე ჯანმრთელობით მდგომარეობაზე, ფსიქოსოციალურ მდგომარეობაზე ძალიან სერიოზულად აისახა. ჯერ ისედაც ომგამოვლილი ხალები არიან ჩვენ სოფელში და მით უმეტეს ჩვენს უბანში, რომელიც ყველაზე ახლოსაა ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზთან და ძირითადად ასაკიანი ადამიანები იყვნენ დარჩენილი და მათ იმდენად ეშინოდათ, რომ აი ოჯახის წევრებს მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტებოდნენ. არც უშვებდნენ ოჯახის წევრები, რომ მოსულიყვნენ დაუშვათ გორიდან ან სხვა ქალაქებიდან, არც თვითონ არ მიდიოდნენ, ჩაიკეტდნენ. ერთ-ერთი ქალბატონი, ჩემი მეზობელი, 84 წლის ქალბატონი, მაგალითად ჩაიკეტა. ჩამოვიდა ქალაქიდან ჩამოვიდა და ჩაიკეტა და იძულებული გახდა, მას არც მარაგი ჰქონდა პროდუქტის, არც წამლების, არც არაფერი, წამალ დამოკიდებულია და რადგან ჩაიკეტა, იძულებული ვიყავი მე და ეს მარტო იძულება არ იყო, ეს იყო თანადგომა, ეს იყო დახმარების სურვილი. ეს იყო იმის სურვილი, რომ ქალს არ ებრძნო თავი მარტოდ. ისედაც მარტო ხელახალია და ვფიქრობდი, რომ ყველანაირად შევსულიყავი მდგომარეობაში მოვხმარებოდი, ეკონომიურად ვეხმარებოდი, ფულადის აღწრით წამლები მომქონდა, გორში როდესაც სამსახურში მივდიოდი, პროდუქტი მომქონდა, მაღაზიაში როცა შევდიოდი, დაწერილი სია მქონდა,
რომელი ოჯახი რას მაბარებდა. არც აფთიაქი, არც მაღაზია, არც ექიმი არ გვინახავს ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში. ტრანსპორტის ძალიან იშვიათად დადიოდა, რადგან მათაც აკრძალული ჰქონდა და ერიდებოდა სიარული, ვისაც მხოლოდ და მხოლოდ მანქანა ჰქონდა, მათ შეეძლოთ ისიც ორი კაცი ჯდებოდა გახსოვთ მანქანაში, პირბადეებით და ასე შემდეგ. ამ პანდემიამ უკვალოდ არ ჩაიარა. და მან რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურიც და მატერიალური კვალიც დატოვა ამ ადამიანებზე, რადგან ეხლა ორმაგი ენერგიით ცდილობენ ეს ქალები მართალია გადაღლილები არიან და მათ ძალიან ჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება, ფსიქორეაბილიტაცია ჭირდებათ მათ, უნდა ექიმების მოდიოდნენ, საყოველთაო გასინჯები უნდა იმართებოდეს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აუცილებელია მათთვის, მაგრამ განსაკუთრებით ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ, რადგან სამომავლოდ არის კიდევ იმის საშიშროება, რომ მეორე ტალღა შემოbrunდეს. აი ამ მეორე ტალღაში როგორ უნდა გადაიტანოთ? პანდემიის გამოცხადებისთანავე ჯერ პირველ რიგში რაც იყო ემოციური ფონი იყო, რაღაცა ძალიან იმოქმედა ყველაზე, მათ შორის ჩვენზეც მithumetes სამსახური მქონდა ისეთი, რომ ხელში პირადად ვიღებდი ხელში ანაზღაურებას და აღგზელად ვმუშაობ ბავშვებისა და მშობლები რო დარჩნენ სახლში, აღარ დასჭირდათ ჩემი თავი და ძალაუნებურად დავრჩი უმუშევარი. Ну კი იყო მე დახმარებები, მაგრამ მე არ შემეხო ის დახმარება, რადგან ის არ ირიცხებოდა ბანკში ჩემი ხელფასი ხელზე ვიღებდი. ძალიან ბევრი, არ ვიცი, იმდენად ემოციური იყო, რომ ეს ტრანსპორტი რო შეიზღუდა, დავიბარე მეუღლე რომ მეთქი წამიყვანე სოფელში, რომ გორში არ ჩავჩენილიყა და მე მინდოდა რომ რაღაცა რაოდენობა თანხა ჩამერიცხა ტელეფონში და რომ მივედი აპარატთან ნომერი დამავიწყდა, იმდენად ემოციური შოკი მქონდა და სოფელში არ არის აფთიაქი, მაღაზია, მაგრამ ისეთი მაღაზია არ არის, რომ ყველაფერი იყოს, რაღაცა ძალიან ელემენტალური რამეებია და რა ვიცი, ახლა მაქსიმალურად რომ წამოვედი, რაღაცეები შევიძინე ელემენტალური, რომ ხო არ იცოდი ახლა რა დროს გაიხსნებოდა, რამდენი ხანი ხო ვიფიქრე იქნებ მეთქი კიდე გაგრძელდეს ეს მოძრაობის შეზღუდვა. მრავალშვილიანი ოჯახები არიან, რომელსაც ზოგს საერთოდ არ აქონდა ინტერნეტთან ცდომა, ზოგს თვითონ მასწავლებლებმა ათხოვეს ტელეფონები, რომ ჩართულიყვნენ ბავშვები. აი რამდენიმე ოჯახი, მაგალითად 6-7 ბავშვიანი ოჯახებია და წარმოიდგინე ახლა რომ ერთდროულად როგორ გინდა ახლა ჩაერთო 6 შვილი და ეს დედის მდგომარეობა, ახლა მე პირადად დიდი შვილები მყავს უკვე, მაგრამ იყვნენ ოჯახები, რომლებიც ძალიან განიცდიდნენ და ბავშვები ფაქტიურად რჩებოდნენ ისე რა, აი ყველამ ვერ მიიღო რა ის სათანადოდ. მე ზოგს ბაღის ბავშვებიც სახლებში ყავდათ, ეს ბაღებიც ხომ აიკრძალა და ეს პატარები, დიდები და რამდენს გაწუდები ხო ოჯახს ახლა დიასახლის თავისი საქმეც ხო აქვს აკეთებელი, მარტო ბავშვების ხო არ არის მიხედვა გინდა და არ ვიცი, ძალიან გართულდა და რო არ მოხსნილიყო და რომ გაგრძელებულიყო, მართლა ძალიან ბევრს დასჭირდებოდა ალბათ სერიოზული ჩარევა. ეს უხილავი ომი იყო რა, ვერ ხედავდი და ისე გებრძოდა ხო ეს ვირუსი და გეშინოდა, იმალებოდი.